სრულიად სხვანაირად დანახული ქართული კულტურა და ის ადამიანები, რომლებიც მას ქმნიან. ხელოვნება და არავითარი პოლიტიკური გაწევ-გამოწევა. უკვე მე-9 წელია ყოველთვიური ჟურნალი რუსული კლუბი საქართველოში. თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის ინფორმაციის საუკეთესო წყაროა. რა ხდება აქ? როგორ ვითარდება ჩვენი ხელოვნება და საზოგადოება? დღეს მე ასეთ გამოვიდა ჟურნალი რუსული კლუბი და ეს არის ზუსტად ქართული ჟურნალია. უბრალოდ ეს ჟურნალი გამოდის რუსულ ენაზე და მაგის გმერები არიან ძალიან დიდი ქართველები, მსახიობები, მეცნიერები. რუსული კლუბი 2005 წელს დაარსდა. საიუბილეო მე-100 ნომრის გამოცემა ჟურნალმა მცხეთაში აღნიშნა. ელდარ შენგელაია, გურანდა გაბუნია, ირმა სოხაძე. ცნობილი და დაფასებული ადამიანები, რომლებიც დროის, თუნდაც ათეულობით წლის გასვლის მიუხედავად იმ ამინს ქმნიან, რომელიც საქართველოს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს. ჩემი საყვარელი ჟურნალია, ყოველთვის ვკითხულობ, ძალიან საინტერესო სტატიებია, ძალიან საინტერესო მოვლენები იშუქება იქა. ეძღვნება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანის კულტურის და ხელოვნების. თვითონ კოლეს ვინ წიწკი არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. ეს არის დაბადებული იმისთვის, რომ სიკეთე აკეთოს და ეს ჟურნალი ძალიან საინტერესო. ყველა ჟურნალში არსებობს ყოველთვის ხელოვნებაზე უამრავი. რუსკი კლუბ რუსულენოვან მოსახლეობაზე გათვლილი გამოცემაა. გარდა ამისა, რაც მთავარია ხელმისაწვდომია რუსეთში და სხვა ქვეყნებში. პოლიტიკურ ბატალიებში ჩართული ორი ერის აპოლიტიკურ საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი მეორეს კულტურას საკადრისად აფასებენ, სასიცოცხლოდ საჭირო ინფორმაციას უზიარებს. მცირე ერები, მოდი ასე ვთქვათ, ლაპარაკობენ, გაერთიანებულები არიან ამ ენით. ჟურნალით, ისევე როგორც გრიბოვიდოვის თეატრი, ისინი არიან ქართული ორგანიზაციები და ემსახურებიან საქართველოს საქმეს. უბრალოდ ამ ენაზე, რომ ყველასთვის მისაწვდომი და გამაერთიანებელი იყოს. პოლიტიკური ბატალიები, კულტურულ ურთიერთობებს კი არ მოჭავს, კლავს. ეს ყოველთვის ასე იყო, ასე ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ კულტურა თავისთვის არის და პოლიტიკა თავისთვის, ეს ასე არ გამოდის, არასდროს არ გამოდიოდა. ამბოლო დროს მით უფრო, იმიტომ რომ არ გვაძლევენ პოლიტიკოსები რაღაცს უთქვის და იმის კეთების საშუალებას, რაც ჩვენ გვინდა. მე როგორც ხელოვანს ხელი კი არ მეშლება, მე როგორც ხელოვანი უბრალოდ ვაკეთებ სულ სხვას, ვიდრე გავაკეთებდი სხვა პირობები რო იყოს, რომ ჩვენ შორის იყოს ნორმალური ურთიერთობა, რომ არ იყოს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. რუსკი კლუბის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია მცხეთის გუჯარში შედგა. მოწვეულ სტუმართა შორის ქართული კულტურული სფეროს საპატიო წარმომადგენლები იყვნენ. ღონისძიებას ნაციონალური ჰანგებით სხვადასხვა შემსრულებელი და ანსამბლი აფორმებდა. ხალხთა შორის ხალხს უსვამს კულტურული ადამიანების ურთიერთობა, ხალხთა შორის მეგობრობა, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება, იმიტომ რომ კულტურა არის შემაერთებელი მთელი მსოფლიოსი, მიუხედავად აღსარებლობისა, ენისა და ყველაფრისა. რა თქმა უნდა, მივესალმებით ყოველგვარ ასეთ წამოწყებას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ, ძალიან ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთშიც, რა თქმა უნდა, თუკი იქნება ეს კულტურული კავშირები და ძალიან ბევრი ახლობელია, ძალიან ბევრი მეგობარია. რუსული კლუბი არსებობას და იმ საპატიო მისიას აგრძელებს, რომელიც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს იმ ადამიანებს აცნობს, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.